მოგესალმებით. ვისაუბრებ სავსემთვარეობაზე, რომელიც გვექნება ძალიან ძლიერ ინტენსიურ ნიშანში და ეს იქნება მორიელი ზოდიაკოს ნიშანში 12 მაისს 2025 წლის. იმდენად ინტენსიური იქნება ეს სავსემთვარეობა, რომ რადიკალურ ცვლილებებს და ფეთქებად სიტუაციებს გამოიწვევს ჩვენს ყოველდღიურობაში. ეს არ შეეხება მარტო ჩვენს ინდივიდუალურობას, ეს შეეხება საერთაშორისო მასშტაბურ აფეთქებებს და დაპირისპირებებს. რაც შეეხება ურთიერთობების კუთხით, აქ იქნება საიდუმლო ინფორმაციების გამჟღავნების პერიოდი, ჩაციკლულობის თემები, სკანდალურობა, დაპირისპირებების ალბათობები. აქ შესაძლებელია იყოს ძალადობის ალბათობები. ძალიან ბევრი მსხვერპლი გახდეს ამის და ამიტომ აქ იყავით ძალიან ფრთხილად ურთიერთობებში ტოქსიკურ ადამიანებთან. ბევრთან დაასრულოს ის მტკივნეული საკითხები, ის ძალადობის საკითხები, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში არსებობდა თქვენთვის და აქ ერთგვარი ამოსუნთქვის პერიოდად დაფიქსირდეს თქვენ ცხოვრებაში. აქ იქნება ძალიან ბევრი სკანდალურობა და ამას ვიხილავთ კიდევაც და გაიგებს საზოგადოება. ძალიან თვალშისაცემი იქნება ეს სიტუაციები. გავფრთხილდით ფინანსურ დანაკარგებს, ასევე ელექტრომოწყობილობასთანაც იყავით ძალიან ფრთხილად. ფიქსირებული ნიშნები, როგორებიც არიან კურო, მორიელი, ლომი და მერწყულები, თქვენთან ძალიან დიდი ცვლილებების პერიოდი იწყება. ეს იქნება ერთგვარი გადაფასების, ერთგვარი გამოწვევების პერიოდი იწყება და მე ასე ვიტყოდი, რომ თქვენ ხართ ციკლონის თვალში, სადაც ძალიან დიდი მოთმინება და ამტანობა გმართებთ. არ არის გამორიცხული, რომ გრძნობდეთ სიბრაზეს, იმედგაცრუებას, მაგრამ ვეცადოთ ეს რამდენად ეს პერიოდი გადავლახოთ. არ აყვეთ დაპირისპირებებს, არ აყვეთ კამათს, რადგან ამის ალბათობები აქ ძალიან მაღალია. ასევე ახალ სავსემთვარეობის წინა და მომდევნო დღეები არ გიჩვენთ რაღაცა ახლის დაწყებას. უბრალოდ შეცვალეთ თუ შესაძლებელია, მაგრამ აქაც გმართობთ ძალიან დიდი სიფრთხილე. ასე რომ ამ პერიოდს აქვს როგორც თავისი დადებითი, ასევე უარყოფითი თემებით. ქაოსურობის მიღმა აქ არსებობს დინამიური პერსპექტივა. დაძაბულობამ შესაძლებელია იმოქმედოს როგორც ერთგვარი კატალიზატორი და აქ გაარღვიოს ჩიხები. სადაც ეს პერიოდი გაიაროთ ძალიან ფრთხილად, ძალიან სტრატეგიულად. ცვლილებები შემოიტანეთ, მაგრამ ეს ცვლილებები აუცილებლად უნდა იყოს იმის საწინდარი, რომ აქ რაღაცა ძალიან საინტერესო მოხდება თქვენს ცხოვრებაში. ასევე ეს სავსემთვარეობა იქნება ჩვენი პიროვნული ზრდისთვის ძალიან კარგი პერიოდი. კარგია თუ ამ პერიოდში უფრო მეტად დაკავდებით სულიერი თემებით, რაღაც ღმერთს ჩაუღრმავდებით, ასევე მედიტაციებისთვის, ლოცვებისთვის. რაც შეეხება ზოდიაკოს ნიშნების ზოგად დახასიათებას, მე ღერძულად განვიხილავ. პირველ რიგში შევეხები ვერძის ასწორის ღერძს. თქვენთან ფინანსური საკითხები იქნება ძალიან აქტუალური, აქ არ გიჩვენთ ფინანსურ ხარჯებს, რადგან დანაკარგების ალბათობები ძალიან მაღალი იქნება. აქ ვალებთან, ბანკებთან, ცეცხლის თემებთან იყავით ძალიან ფრთხილად, ასევე უძრავი ქონების თემები შეიძლება აქტუალური გახდეს. თქვენთან რამე სკანდალებში არ გაეხვიოთ, ამიტომ იყავით ფრთხილად, გადაამოწმეთ ყველა საკითხები. ვინც ტოქსიკურ ურთიერთობაში ხართ, მაგალითად შეგიძლიათ ეს პერიოდი გამოიყენოთ იმისთვის, რომ დაასრულოთ ესეთი სიტუაციები. ეცადეთ ფობიებისგან, შიშებისგან გამოხვიდეთ, რადგან ამისთვის ძალიან კარგი პერიოდია. რაც შეეხება კურო მორიელის ღერძს, თქვენს ნიშანში მოძრაობს ეს სავსემთვარეობა. რაც შეეხება კუროს ნიშანს, აქ პირველ რიგში თქვენს პარტნიორულ ურთიერთობას შეეხება, სადაც მოგიწევთ რადიკალური ცვლილებების შემოტანა, მაგრამ გირჩევთ, რომ სკანდალების გარეშე გაიაროთ ეს პერიოდი. აქ ცდუნებების ალბათობებიც ძალიან მაღალია, შესაძლებელია მტრების გაბევრებაც მოიტანოს ამათ და ყველასთან გირჩევთ ცოტა დიპლომატიური თემით მივუდგეთ ამ საკითხებს. არ გირჩევთ მაგალითად შურისძიების თემებს, არ გირჩევთ მაგალითად იმას, რომ ესე იგი თქვენი ემოციურ
მოგზაურობა და სიჯიუტით უფრო გაართულოთ სიტუაციები, რადგან აქ ეს გამოიწვევს პარტნიორული ურთიერთობის დამთავრებას, როგორც პირადი, ასევე საქმიანი კუთხით. ხოლო რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშანს, აქ აუცილებლად გავრცელდით თქვის ჯანმრთელობას, ეცადეთ, რომ საკუთარ თავთან იყოთ ძალიან მშვიდად, ემოციური ფონი აკონტროლეთ, თუ გინდათ მაგალითად შეცვალოთ თქვენი მიდგომები საზოგადოებასთან და გამოავლინოთ თავი საუკეთესოდ, ამ პერიოდში გირჩევთ ეს უფრო მეტად სუფთა ფურცლიდან მოხდეს ყველაფერი, სუფთად გააკეთოთ ყველაფერი და არა მაგალითად ისე, რომ ფარული თემებით, რაღაცა ინტრიგებით, შურისძიების თემებით, ამ პერიოდში იყავით უფრო მეტად გახსნილები, აკონტროლოთ თქვენი ემოციები და ასე უფრო კარგად შეგიძლიათ გამოავლინოთ საკუთარი თავი. პროექტში მიხედეთ ჯანმრთელობას. შეეხება ტყუპები მშვილდოსნის დღეს, თქვენს ყოველდღიურ ცვლილებებს შეეხება ეს პერიოდი, განსაკუთრებით ტყუპებთან. თქვენი ყოველდღიურობის თემები იქნება აქ ძალიან აქტუალური, სამსახურის საკითხები შესაძლებელია სამსახურში ცვლილებებიც იყოს, საყოფად ცხოვრებო თემებს შეეხოს, ასევე აუცილებლად გავრცელდით ჯანმრთელობის თემებს. რაც შეეხება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს, აქ თქვენთან ორივე ნიშანთან იმუნიტეტი არის ძალიან დაბალი. რაც შეეხება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს, თქვენთან გადაფასების პერიოდია, რაღაც გადამოწმების პერიოდია, გაშვება იმ ტოქსიკური სიტუაციების, სადაც შესაძლებელია იმყოფებოდეს, ფარულ მტრებს, ჭორებს, ფარულ ურთიერთობაში სკანდალებს მოერიდეთ აუცილებლად, რადგან ამის ალბათობები ძალიან მაღალია. ხოლო დაფარული თემების სწავლებისთვის იდეალური პერიოდია განახლებისთვის და რაღაცა საინტერესო სწავლებისთვის, მაგალითად როგორიც არის ასტროლოგია. რაც შეეხება კირჩხიბი თხის რქის ხერხს, თქვენთან ძალიან საინტერესო პერიოდი იქნება, რადგან შესაძლებლობებისა და შანსების ალბათობები ძალიან მაღალია. თქვენ იყენეთ ეს ცვლილებები თქვენთან სასიკეთოდ, რადიკალურად შეცვალეთ ყველაფერი, რასაც ეს შეეხება. მაგალითად, თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში, აქ თქვენთან შემოიტანს ცვლილებებს სამეგობრო წრეში. ძალიან კარგი იქნება განახლების თემები, შეიძლება შემოვიდნენ ახალი ადამიანები, რომლებთანაც რაღაცეებს ისწავლით, უფრო მეტად გაფართოვდებით. ასევე შესაძლებელია ერთიან საქმეში მოგიწიოთ ცვლილებები, რომელიც კარგ შესაძლებლობებს მოიტანს და შეგიძლიათ ასევე თქვენი მიზნები რაც იყო, მაგალითად სურვილები რაც გქონდათ აქამდე, ამის განხორციელებისთვის გამოიყენოთ ეს პერიოდი. ხოლო რაც შეეხება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს, აქ თქვენთან შესაძლებელია ახალი რომანტიკული საკითხები წამოიჭრათ. ზოგმა შესაძლებელია გაიგოს ძალიან სასიხარულო ამბავი, როგორიც არის მაგალითად ორსულობა, შვილებთან დაკავშირებული რაღაცა საკითხები, ან მათი გამარჯვების საკითხები. იმდენად საინტერესო პერიოდია, კარგი ტრანსფორმაციის პერიოდია თქვენთვის, გამოიყენეთ თქვენთან სასიკეთოდ, თუნდაც ფინანსური საკითხების დასალაგებლად. ახალი, ინტენსიური, საინტერესო მეგობრების, საინტერესო ურთიერთობების პერიოდია, ამიტომ ეს პერიოდი აქტიურეთ. ლომი მერწყულის ხერხს, ლომებისთვის თქვენთან ოჯახის თემები იქნება ძალიან აქტუალური. ოჯახში მოერიდეთ სკანდალურ სიტუაციებს, აქ შესაძლებელია შეეხოს ასევე რაღაც უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ან ერთ-ერთ მშობელს განსაკუთრებით დედის ჯანმრთელობაზე, სადაც ვალდებულებების აღება მოგიწევთ საკუთარ თავზე. ამიტომ აქ ეცადეთ თქვენი ემოციური ფონი აკონტროლოთ, დაძაბულობის ალბათობები ძალიან მაღალია. მერწყულებს რაც შეეხება აქ თქვენთან უფრო მეტად აქტუალური იქნება სამსახურის თემები, სადაც მოერიდეთ სკანდალებს, რაღაცა შურისძიების თემებს, უფროსებთან დაპირისპირების თემებს, ამან შესაძლებელია ჩამოგაგდოთ იმ მწვერვალიდან, რასაც ნამდვილად არის სურვებდით. აქ შესაძლებელია ამან მოიტანოს მოულოდნელი ცვლილებები და რადიკალურობა სამსახურში. ზოგისთვის შესაძლებელია პირიქით ეს კარგიც იყოს, რაღაცისგან განთავისუფლება მოხდეს, მაგრამ ზოგთან კი პირიქით. ქალწული თევზების ღერძი თქვენთან შესაძლებელია იყოს ერთგვარი კომუნიკაციის თემები, ძალიან კარგი პერიოდია იმისთვის, რომ გაიცნოთ ახალი ადამიანები, იმოგზაუროთ, თქვენი ავტორიტეტის ასამაღლებად იდეალური პერიოდი იქნება. აქ უფრო მეტად ვისაც სწავლა გაქვთ დაგეგმილი,
გქონდათ დაგეგმილი და სიახლეები გინდოდათ შემოგიტანათ, შემოიტანეთ ეს სიახლეები, საბუთებთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც ძალიან აქტუალური იყო თქვენთან და ვერ აგვარებდით რაღაც საკითხებს, შესაძლებელია პირიქით ახლა რაღაც სიახლეები შემოვიდეს და შანსები მოგეცეთ და შესაძლებლობა იმის, რომ გამოასწოროთ თქვენი შეცდომები და რაღაც ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ სიტუაციები. ხოლო რაც შეეხება თევზებისთვის, ასევე კარგია მოგზაურობისთვის, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხით, მაგრამ ეცადეთ ემოციურობა მაინც აკონტროლოთ, რადგან ემოციური ნიშნები ხართ და რაღაც დოზით თქვენ შეგეხებათ. წარმატებები მინდა ყველას გისურვოთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და დამილაიქეთ. დიდი მადლობა ყველას.